ახლად არჩეული პატრიარქი ილიამ მეორე მობრძანდება აი ამ საპატრიარქო რეზიდენციაში და ჩამოვედიო წყოლთან ერთად გასაღები მაქვს დაკეტილია ჩამქრალია შუქები გავაღე და შევედმედი შენობაში არავინ არ არის ჩემს მეტი ავანთე შუქი და იქ ყველა პატრიარქის განსვენებული პატრიარქის სურათები იყო ჩამოკიდებული უწმინდესი კირიონიდან დაწყებული და ყველა პატრიარქის სურათთან მივედი დავანთე სანთელი და შევევედრე რომ დამხმარებოდა ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში. ხა წარმოიდგინეთ, ნახეთ რა მდგომარეობა საზეიმო შეხვედრა უამრავი ხალხი თუნდაც სვეტიცხოველში შემდეგ აი ამ საზეიმო ბანკეტზე და ბოლოს პატრიარქი მარტო რჩება საპატრიარქო რეზიდენციაში და ასე იწყებს თავის საქმიანობას. ბატონო სერგო დავამატებ რაც მოხდა ამ სიმარტოვის შემდგომ როდესაც მისი უწმინდესობა უყურებდა აი მისი წინამორბედი ღვაწლმოსილი პატრიარქების სურათებს უცებ გაისმა ზარი ამ ცარიელ შენობაში რეკავდა ჩვეულებრივი ხაზის ტელეფონი მაშინ სხვა ტელეფონი არ არსებობდა აიღო ტელეფონი უპასუხა თვითონ რა თქმა უნდა სხვა არავინ იყო გისმენთ და უთხრეს სულ ორი სიტყვა შენ მოკვდი შენ ამოწყდი არც მანამდე და არც მას მერე უწმინდეს პროექტიან მოსვენება არ ქონია მაგრამ არასოდეს მას არავისთვის არ უგრძნობინებია ის საშინელი დარტყმა ის საშინელი აგრესია რომელიც მან არაერთხელ გადაიტანა და ყველაფერი მან გადაიტანა დიდი თავმდაბლობით, დიდი სიყვარულით და როგორც მართლა დიდმა მამამ არასოდეს თავის შვილებამდე, ანუ საქართველოს ეკლესიის სამწყსომდე არ მიუშვა არც ერთი ის პრობლემა, არც ერთი ის აგრესიის თუ ზიზღის ტალღა, რაც მოდიოდა სხვადასხვა ძალებისაგან თუ ადამიანებისაგან, ეკლესიისა და მორწმუნეების მიმართ. ახლა ღვთისმსახურების ის მონაკვეთია, როდესაც დღესროლება ეგრეთ წოდებული დიდი შესვლა ბარძიმ ფეშხომით, რაც უკვე განასახიერებს ქრისტე მაცხოვრის მიწიერი გზის ბოლო ნაწილს, როდესაც იგი ჯვრით შეუდგება საკუთარი გოლგოთის გზას და საქართველოს პატრიარქის მოსაყრე აღალყოლაბუსამდელოესი მიტროპოლიტი შიო იხსენიებს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს და ხდება მოხსენიებული როგორც მსოფლიო ეკლესიის ცოცხალი ისე გარდაცვლილი წევრები. მაღალყოვლადუსამდელოესი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მაღალყოვლადუსამდელოესი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, მაღალყოვლადუსამდელოესი მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, მაღალყოვლადუსამდელოესი ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი, მაღალყოვლადუსამდელოესი გუჯარეთისა გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი ექვთიმე, მაღალყოვლადუსამდელოესი საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა, მაღალყოვლადუსამდელოესი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი, მაღალყოვლადუსამდელოესი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი, მაღალყოვლადუსამდელოესი ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, მაღალყოვლადუსამდელოესი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი. და ყოვლადუსამდელოესი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, ყოვლადუსამდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმონი, ყოვლადუსამდელოესი მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, ყოვლადუსამდელოესი გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იოანე, ყოვლადუსამდელოესი წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ყოვლადუსამდელოესი ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი, ყოვლადუსამდელოესი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ყოვლადუსამდელოესი ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, პატიოსანი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველი სამღვდელო და სამონაზნო დასი, მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსათვისა, ყოვლადვე აცდა მარადის. დაუკუნითი უკუნისამდე.
სრული საუკუნიდან გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთა და მამათმთავართა კეთილმსახურთა მეფეთა, კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა და კეთილის მყოფელთა წმინდათა ტაძართა და მონასტერთა, წინაპართა და ახლობელთა ჩვენთა და ყოველთა დღეს აქ ამოხსენიებულთა და უწმინდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტისა ილიასი და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა მოიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსათვისა ყოვლად ვეაცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაგდრე მაღალყოვლად უსამრდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მოიხსენოს უფალმან ღმერთმან ჩვენმან სასუფეველსათვისა ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე კეთილმორწმუნენი ნაყოფი შემომწირველნი და კეთილის მყოფელნი წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა მის ტაძრისა და მაშინა მშრომელნი მგალობელნი მვედრებელნი თქვენ და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი მოგიხსენოთ უფალმან ღმერთმან ჩვენმან სასუფეველსათვისა ყოვლადვე აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე უსრულოთ ვედრება ჩვენი უფალსა უფალო შეგვიწალე წინა დაგებულთა პატიოსანთა ძღვენთათვის უფლისა მიმარბილოსო უფალო შეგვიწალე მიდისა მის ტაძრისათვის სარწმუნოებითა სასოებითა და შიშითავთისა შემალთა მაშინა უფლისა მიმარბილოსო ჩვენ და ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმარბილოსო. შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, მერთო შენი თამაღლისა. ყოველი
დასრულება სიწმინდით ჭიდობი და უცოდველად უფლისა მიმად ვითხოვო. ანგელოზი მშვიდობისა სარწმუნო წინამძღვარი სველი სურთა და ხორცთა ჩვენთან უფლისა მიმად ვითხოვო. ენდობა და მოტება ცოდვა და დაუჩულება და ჩვენთან უფლისა მიმად ვითხოვო. ეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი და მშვიდობა ისოფლისა უფლისა მიმად ვითხოვო. ემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობი და სინანული დასრულება უფლისა მიმად ვითხოვო. ქრისტიანობითი ასასრული ცხოვრებისა ჩვენისანი უჭირველნი ურცხვენელნი მშვიდობითნი ნაკეთილი სიტყვის გება წინა შესაშინლისა სამჟავროსა ქრისტესა ვითხოვო. ოლაწმიდისა უხსნელისა უფროსა კურთხეულისა დიდებულისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა და ყოველთა წმინდათა მომსენებელთა თავნითვისნი და ურთიერთთა და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედრო. მოწყალებათათვის მხოლოდ ჩობილისა ძისა შერისათა რომლისათა ნაკურთხეულ ხარ თანაყოლა წმიდით სახიერით და ცხოველს ყოფილით სულით შედითურთ აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამადე. არნი კარნი სიბრძნით მოხედე მშვიდობა ყოველთან ასულისაცა შენისათანა იყვარებდეთ ურთიერთარს რათა ერთობით აღვიარებდეთ. კარნი კარნი სიბრძნით მოხედე მამა ყოვლისა პრობელი შემოქმედისა და ყურანისა ხილუთა ყოველთა და რა ხილუთა და ექიუპალესო ქრისტე ზევთისა მხოლოდ შობილი მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუბუნეთან ნათელი ნათლისაგან ღმერთი ჭეშმარიტისაგან ჭეშმარიტზე შობილი და არქმული ერთ არცი მამისა რომლისაგან ყოველი შეიქმნა რომელი ჩვენთვის განსთათვის და ჩვენი საცხოვრებისათვის გარდა მოხდა ზეცით და ხორცი შეისწრა სულისაგან წმინდისა და მარიამის განკაცულისა და განკაცნა და როასეცა ჩვენთვის პონტელისა პილატესზე დაიმნო და დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა მსგავსა წერილისა და მალდაზეცად დამზომარე არს მარჯვენით მამისა და ყვალად მოართიდებით განცაც ხოლთა და მკვდართა რომლისაც უფევისა რა არ დასასრულ და წმინდა უფალი რაც ყოველს ყოფილი რომელი მამისაგან გამოვლას მამისათა და დათვისათა და თაყვანის სიზემების და იდირების
რომელი იყო და წინასწარმეტ ყველთა მიერ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია ავიარებენ სანათლისებასა მოსატევებელად ცოდვათა მოველი აღგობა სამხრეთით და ცხოვრებასა ნერვისა მისა უკუნესასა კეთილად კეჩიშით მოხედე წმინდა სამს შესაწირავსა შვიდობით შეწირვაცა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანახმად. მადლობდეთ უფალსა სული ჭეშმარიტებისა შვილობილობისა მიცემელი წინდი ყოფადისა მშვიდობისა დასაბამი საუკუნეთა კეთილთა ცხოველსყოფელი ძალის სიწმინდისა წყარო რომლისა მიერ ყოველი დაბადებული სიტყვიერი და საცნაური განძლიერებული მსახურებს შენ და სამარადისო სააღავლენს დიდების გამეთ თანათ ყოველი გმონების შენ გაკებენ ანგელოს მწამსი რომელიც იქნა ნაგალობების სამების საპატრიარქო ტაძრის მკალობელო ართა გუნდის მიერ მწამსი ეს არის მთავარი დებულებები ჩვენი ქრისტიანული სარწმუნოებისა რომერითა პირითა და აუდუმებელითა დიდების მეტყველებითა ძლევისა გალობისა მგალობელნი მხმობელნი გაღადებელნი და მეტყველნი მოველი აღდგომა სამკვირვეთი და ცხოვრებასა მერმისამის საუკუნესასა ხალხის ის უწყვეტი ნაკადი რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ არ არის ის რაც შეიძლება ხელოვნურად იქნეს ორგანიზებული შეკრებილი საზოგადოების ყველა ფენის, ყველა ასაკის, ყველა ცენზის წარმომადგენელი ერთიანდება ერის მართლაც სულიერი დიდი განმაახლებლისა და ერის ჭეშმარიტად თავდადებული მამის პატივმისაგებად. მისი ნაღვაწი ცოცხალია, როგორც მამისა, რა თქმა უნდა, მის სულიერ შვილებში. ეს არის მართლაც საოცარი მდგომარეობა, როდესაც
გარდაცვლილი ადამიანი მთელ ერს ყავს საერთო. როდესაც ყველა ერთად არის ერთმანეთის ნუგეშინის მცემელიც და ჭირისუფალიც. როდესაც საერთოა დარდიც და საერთოა მომავლის იმედიც. მთელი ცხოვრება მისმა უწმინდესობამ მიუძღვნა ერის გამთლიანებას, ერის გაერთიანებას, ყოველგვარი განხეთქილებისა და თავკერძობის თავის არიდებას და მისი ამქვეყნიური გზის დასასრულიც არის ასახვა სწორედ იმისა, თუ როგორი მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ერის ხვალინდელი დღისაკენ იმედიან ხედვას. ეს კადრები ბევრი ადამიანისათვის იმედის, გამოფხიზლების და სულიერი გამტკიცების საფუძვლად იქცა. რომ თურმე შეგძლებია ერთმანეთის სიყვარული, თურმე გვდომებია ერთად ყოფნა და თურმე გვცოდნია ის, თუ რას უნდა ვაფასებდეთ და როგორ. ყველა ადამიანს დიდი მადლობა ამისათვის. უამრავ ემიგრანტს, რომელიც ჩამოვიდა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საგანგებოდ ამ დღეებისათვის, ბევრმა ვერ შეძლო რა თქმა უნდა გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ერთიანდებიან ქართველები ყველგან ემიგრაციაში მყოფებიც ერთად ლოცულობენ, ერთად ახდევინებენ პანაშვიდებს მისი უწმინდესობის სახელზე, სადაც არიან იქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიებში და ეს ერთობა მთელ მსოფლიოში განფენილი და განთესილი ჩვენი თანამემამულეებისა და თანამორწმუნეებისა არის მართლაც და ძალიან მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ დღევანდელ რეპორტაჟს უძღვებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ბატონი სერგო ვარდოსანიძე და მე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დიახ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, გვაგრძელებთ კომენტარებს ამ ისტორიული ტკივნეული მწუხარე დღის საქართველოსათვის. დიახ, როდესაც დავიწყეთ მისი უწმინდესობის პირველი დღეების შესახებ მსჯელობა, პირველი წირვა, როგორც პატრიარქმა შეასრულა 1978 წლის 2 იანვარს სიონის საკათედრო ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ წინადღით ახალი წელი იყო და ხალხის უმრავლესობა სწორედ ახალ წელს ეიმობდა, პირველი მრევლი ახალგაზრდობა მაინც მოვიდა სიონის საკათედრო ტაძარში. რა იყო მისი უწმინდესობის პირველი გზავნილები? ელემენტარული, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, რომ ადამიანები, ვინც ტაძარში ივლიან, უნდა თანდათან შეეჩვიონ რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომ მათ უნდა ჰყავდეთ მოძღვარი, რომ უნდა ისწავლონ ლოცვები, რომ უნდა თქვან ახსარება, რომ უნდა ეზიარონ. ბევრ შეიძლება გაუკვირდეს ეს რა საუბრებია, მაგრამ ვისაც ახსოვს გასული საუკუნის 70 ან 80-იანი წლები, მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ასეთი ელემენტარული ჭირდებოდა საუბრები. უფრო მეტიც, მისი უწმინდესობა ბრძანებდა, რომ როდესაც დამთავრდებოდა სიონში წირვა, საგანგებოდ მისი კურთხევით იქ მაგიდები დაიდგმებოდა, სადაც საღვთისმსეთყველო წიგნები დაიდებოდა და ის ელემენტარული ყოველდღიური ლოცვები, რაც უნდა ცოდნოდა მართლმადიდებელ ქრისტიანს, საკუთარ ბლოკნოტებში უნდა გადაგვეტანა. შემდეგ პატრიარქის კურთხევა იყო
რომ უნდა გვესწავლა ხუცური და ასომთავრული. იმ დროს გარდა უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისა საზოგადოებაში არავინ არ იცოდა ხუცური და ასომთავრული და მოხდა საოცრება. დღეს უკვე საქართველოში ყველა მორწმუნე, ყველა ახალგაზრდა თავისუფლად ფლობს ასომთავრულს და ხუცურ ანბანს და როდესაც იუნესკომ ქართული ანბანი ცოცხალ მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიტანა, რომელსაც აი იშვიათი შემთხვევა სამივე სახეობის ანბანს რომ იყენებდეს ერი, ეს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დამსახურებაა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. პატრიარქმა ორი მიმართულებით დაიწყო საქმიანობა. ერთი ეს იყო ახალგაზრდობა, შემოეკრიბა ეკლესიებში და მეორე ეს იყო ინტელიგენციასთან გაება ურთიერთობა. სამწუხაროდ ინტელიგენცია ნებისმიერი სფერო, ეს იქნებოდა ტექნიკური თუ ჰუმანიტარული ინტელიგენცია, ეკლესიაში ვერ მოდიოდა, არ მოდიოდა და არაეკლესიური აზროვნება ჰქონდა და დაიწყო ეს დაახლოების პროცესი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამაში უდიდესი იყო პატრიარქის პიროვნული ხიბლი. არ არსებობდა ადამიანი, ვისაც სურვილი ჰქონდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრის და ეს შეხვედრა არ შემდგარიყო. სიონის საკათედრო ტაძარში კვირაში 4-ჯერ იმართებოდა წირვა, ლოცვა და პარაკლისი და 4-ივეს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა აღასრულებდა სამღვდელოებასა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. მემკვიდრეობა უმძიმესი იყო. ეკლესიას უჭირდა მატერიალურადაც. გაგიკვირდებათ, მაგრამ მაშინდელი სახელმწიფოს პოლიტიკა იყო, რაც შეიძლება დაესუსტებინა ეკლესია და ამას ის ახერხებდა არა მარტო მრავალი იდეოლოგიური სამსახურების მეშვეობით, რომ მაგალითად უმაღლესასწავლებლებში იყო მეცნიერული ათეიზმის კათედრები, რომ საზოგადოება ცოდნის ლექტორები სწორედ ათეიზმის მიმართულებით ატარებდნენ ლექციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. არა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, მაგალითად, სანთელი, რომელიც ეკლესიაში იყიდებოდა, ყოველი სანთლის ფასიდან 87% მიჰქონდა სახელმწიფოს. აი ასეთი მძიმე ვითარება იყო და აი ეკონომიკურადაც ძალიან უჭირდა ეკლესიას აი ამ დროს. და სულ 50-მდე მოქმედი ეკლესია და სამლოცველო სახლი იყო მთელ საქართველოში. ეს იყო ძალიან მცირე რაოდენობა, 70 სასულიერო პირი, ძირითადად ასაკოვანი და მღვდელმთავრები, 6 მღვდელმთავარი, რომელიც იმ დროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყვნენ, ძირითადად თბილისის მოქმედი ტაძრების წინამძღვრები იყო, ვინაიდან ეპარქიები ქაღალდზე არსებობდა ნიკორწმინდის, წილკნის, მანგლისის, ალავერდის და ასე შეიძლება ჩამოთვალოთ თვით ისეთ კათედრას, როგორც იყო ქუთათელ-გაენათელის, მღვდელმთავარი არ ახავდა. აი ასეთი მძიმე ვითარება იყო და ასეთ პირობებში მთავარი ამოცანა ერთის მხრივ მრევლის შეძენა, ახალგაზრდების მოყვანა ეკლესიაში, მეორეს მხრივ საეპარქიო ცხოვრების აღორძინება. ის 15 ეპარქიის, რომელიც ქაღალდზე იყო და იურიდიულად ამ ეპარქიების არსებობის უფლება ჰქონდა ჩვენ ეკლესიას, აი ამათი აღორძინება, მაგრამ ეს უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამ სირთულეების გადალახვა მოუხდათ ნიკორწმინდის ეპარქიის აღორძინებისას, მანგლისის ეპარქიის აღორძინებისას, ახალციხისა და აწყურის ეპარქია, რომელიც მაშინ დაფუძნდა ერთადერთი მოქმედი ეკლესიის, ეს იყო ახალციხეში წმინდა მარინეს ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, მაშინ როცა განსხვავებული კონფესიების ტაძრები იქ
კათოლიკურიც იყო და სომხურიც იყო. მართლმადიდებელი ეკლესია არ იყო მოქმედი და თანაც ახალციხეში რომ შესულიყავი, აწყურთან იყო საგანგებო, საზღვრისპირა რაიონი იყო და შლაგბაუმი იყო, სამხედროები აკონტროლებდა, ესე თავისუფლად ვერ გადახვიდოდი და გადმოხვიდოდი. პატრიარქი გადაეწერა ნინოწმინდის რაიონში, რომ თავისუფლად ჩასულიყო ახალციხიდან ნინოწმინდაში, ახალქალაქში. ამავე პერიოდისათვის არ ქონდა არც ერთი ბეჭდური ორგანო. ეკლესიას და პირველი რაც გაკეთდა, დაფუძნდა, დაარსდა და გამოიცა ჯვარი ვაზისა ჟურნალი, თავიდან 6 ნომერი უნდა გამოსულიყო წელიწადში, მაგრამ ხელისუფლება მოახერხა, რომ წელიწადში მხოლოდ 2 ნომერი გამოსულიყო და რაოდენ დიდი იყო სიხარული მორწმუნე მრევლისა, რომ ფერადი ილუსტრაციებით დამშვენებული ჯვარი ვაზისას პირველი ნომერი გამოვიდა 78 წელს და შემდგომ აი დღესაც გამოდის ეს ჟურნალი და აქ მცირე ქრონიკები იბეჭდებოდა, მნიშვნელოვანი ამბები, რაც ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. მრევლთან ერთად პრობლემა იყო კიდევ ის, რომ არ არსებობდა გალობელთა გუნდები, ვინც მოისურვებდა, რომ სიონის საკათედრო ტაძარში ყოფილიყო მგალობელთა გუნდის წევრი, მას ხელისუფლება დევნიდა, თუ სხვა სამსახურიც ჰქონდა, იქიდან აძევებდა. აი ამ პრობლემის მოგვარებაც აუცილებელი იყო. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ის, რომ საქართველოს ეკლესიას ჰქონდა მხოლოდ სასულიერო სემინარია მცხეთაში, რომელსაც მცირე რაოდენობის სტუდენტების მიღება შეეძლო. ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც 1917 წლის 12 მარტს აღიდგინა, არ ცნობდა მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა. აი ეს პრობლემაც მოსაგვარებელი იყო. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი გამოწვევების წინაშე დგებოდა ეკლესია და მისი უწმინდესობა ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგა ყველაფერ ამის განხორციელებას და აღორძინებას. და კიდევ ერთიც, გაგიკვირდებათ, რასაც ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე იყო. მღვდელმთავრები ისტორიულად კათოლიკოს პატრიარქთან ერთად მხოლოდ სვეტიცხოველში ხდებოდა მათი კურთხევა. ახლა უკვე 1917 წლის შემდეგ ამის უფლება აღარ ჰქონდა ფაქტიურად ეკლესიას. მირონის მომზადება ისტორიულად სვეტიცხოველში ხდებოდა. ამის უფლებაც არ ჰქონდა ეკლესიას. მაგალითად, 1917 წელს მირონი ანჩისხატში მოამზადეს. კირიონ კათალიკოსი დროს 18 წელს უფრო სწორად 1918 წლის აპრილში. 1920 წელს უკვე სიონის საკათედრო ტაძარში, 57 წელს კვლავ სიონის საკათედრო ტაძარში, 63 წელს კვლავ სიონის საკათედრო ტაძარში და მისი უწმინდესობის დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა, რომ 1980 წელს მირონი პირველად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მომზადდა და აღდგა ის ტრადიცია, რაც ჩვენ ეკლესიას ჰქონდა. ასევე მღვდელმთავრების კურთხევაც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაიწყო. ანუ სვეტიცხოველმა, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესმა ტაძარმა, საიდანაც განეფინა ქრისტიანობა მთელ საქართველოში, დაიბრუნა თავისი ისტორიული ფუნქცია. და ეს მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ილია მეორის დამსახურება იყო და სვეტიცხოველი ვახსენეთ. კომუნისტური მმართველობის პერიოდში ხელისუფლება იმით დაუპირისპირდა ეკლესიას, რომ სახალხო დღესასწაულები შემოიღო, ალავერდობა, დავითგარეჯობა, სვეტიცხოვლობა, თელეთობა და ასე შემდეგ. მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დიდი ძალისხმევით ამ სახალხო დღესასწაულებში
ამ სახალხო დღესასწაულებს დაუპირისპირდა ჭეშმარიტი ქრისტიანული სვეტიცხოველობა, ქრისტიანული ალავერდობა, დიდი წინააღმდეგობები ჰქონდა ამას, მაგრამ დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს დღესასწაულები ჭეშმარიტად ის დღესასწაულებია, რომელიც ჩვენ ხალხს ჰქონდა საუკუნეთა მანძილზე. და ასე გავაგრძელებთ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს ძვირფასო ტელემაყურებლებო სათქმელი, ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი. დღეს ჩვენ გვაქვს დღე, როდესაც მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ვილიამ მეორის შესახებ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ემოციურად და შემდეგ გავად დღეები, გავად წლები და კიდევ უფრო დეტალურად გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ შევაფასოთ ამ ეპოქალური მოღვაწის საქმიანობა, რომელიც უდიდესი წვლილის შემტანია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, საქართველოს ისტორიაშიც და ამავე დროს კიდევ ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში იგი არის ერთადერთი პატრიარქი, რომელიც თითქმის 50 წელი, ნახევარი საუკუნე სათავეში ედგა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას. სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა და კვალად მოიხსენე უფალო საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაღდრე მაღალ ყოვლად უსამგდელო ესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა შვიდობით სიმრთელით პატიოსნა ცოცხლებით დღეგრძელობით მართლმკვეთელობით სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მაღალ ყოვლად უსამგდელო ესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ყოვლად სამგდელონი მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსი ისა დანიელი ჭიათურისა და საჩხერის ისაია ნიქოდისა და ცხინვალის ანანია მაღლისისა და თეთრი წყაროსი ვახტანგ ალავე იოსების შემოქმედელი გრიგოლი ფოთისა და ხობის ნიკოლოზი ახალქალაქისა კუმურდოსი და კარის თეოდორე ახალციხისა და ტაოკლ გურჯაანისა და ველის ციხის ლუკა, საგარეჯისა და ნინოწმინდის, დავითი ადიშელი, ზენონი დმანისისა და ლორეტაშირის, იეგუდიელი სტეფანწმინდისა და ხევის, პირიდონის ხალთელი, ეფრემი ბოლნელი, იაკობი ბოდბელი, მიქაელი თიანისა და ფშავხევსურეთის, სვიმეონი სურამისა და ხაშურის, გიორგი იოანე გარდაბნისა და მარტყოფის, გრიგოლი წალკელი დოსი თეოსი ბელგიისა და ჰოლანდიის, ჩამოთვლილი იქნა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, უნიკალური მოვლენაა ესეც მსოფლიოს მართლმადიდებლობის ისტორიაში, რომ უკლებლივ ყველა მღვდელმთავარი, რომელიც დღეს არის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, არის სწორედ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის მიერ ხელდასხმული და მისი მამამთავრობის დროს დადგენილი ამ მაღალ საეკლესიო ხარისხში.
ხუნითი უკუნისამდე. დაიყვნენ წყალობანი დიდისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა ასულისა შენისა თანა ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართვილოცო უფალო შეგვიწადე ეწირულთა ამათვის და განწმენდილთა პატიოსანთა წვენთა უფლისა მიმართვილოცო უფალო შეგვიწადე რათა კაცთმოყარე მან ღმერთმან